მოგესალმებით, მერვე საჯარო სკოლის ბიოლოგიის კაბინეტიდან. ჩვენ ვართ ორგანიზმები, რომლებმაც უნდა მოვგზავნოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, აბრეშუმის ძაფი. დღეს არის 2025 წლის 14 მაისი და მეორე დღეა, რაც მოვევლინეთ ქვეყანაზე. ზოგიერთი ჯერ კიდევ არ ვართ გამოღვიძებულები. ჩვენ ვართ ორგანიზმები, რომლებსაც გარკვეული ეტაპები აქვთ გასავლელი, იმისთვის, რომ მივიღოთ სუფთა პროდუქტი. აბრეშუმის ძაფი. ჩვენ ვეკუთვნით იმ განვითარების ორგანიზმებს, რომლებსაც არაპირდაპირი განვითარება ახასიათებთ. ანუ, ჩვენ უნდა განვიცადოთ გარკვეულ საფეხურებზე გარკვეული ეტაპებით გარდაქმნები. ანუ, მეტამორფოზი. მეტამორფოზი არსებობს ორი სახის: სრული და არასრული. ჩვენ გავივლით სრულ მეტამორფოზის ეტაპებს. პირველი გრენა, მეორე მური, მესამე ჭუპრი და მეოთხე ინდივიდი, რომელიც წარმოადგენს თეთრ ფუმფულო თუთის აბრეშუმხვევიას. ეს სახელწოდება იმიტომ გვეწოდება, რომ ჩვენ მხოლოდ მცენარე თუთის ფოთლებით ვიკვებებით. 3-4 დღე ვცოცხლობთ, დავყრით ისევ გრენას. იწყება ჩვენი სასიცოცხლო ციკლი, ვითარდება მურები, იწყება ჭუპრის, ანუ სვენების პერიოდი, ბოლოს კი ჩნდება პეპელა. საქართველოში გრენას ხშირად იხსენიებენ როგორც კვერცხს, მაგრამ მიღებული ფორმა არის სახელწოდება გრენა. საქართველოში გაზრდილი თუთა და ამ თუთით ნაკვები მურები არის განსაკუთრებული ორგანიზმები, რომლებიც ხარისხიან აბრეშუმის ძაფს ქსოვენ. გრენას ინახავენ მთელი ზამთრის განმავლობაში, ცივ ადგილას და როგორც კი ამინდები გამოდის, ხელსაყრელი პირობების შესაბამისად, ისევ გრენიდან მუქი, შავი ფერის მურები ჩნდება. ამიტომ ქვია მათ სახელად მური. ჭუპრისაგან ადამიანები ძაფს რთავენ და ძვირადღირებულ ქსოვილს ქსოვენ, რომელიც აბრეშუმის ქსოვილის სახელწოდებითაა ცნობილი. გვახსოვდეს, ვახსენოთ არა კვერცხი, არამედ გრენა. ვახსენოთ არა ჭია, არამედ მური. გვახსოვდეს, რომ საქართველოში ოდითგანვე იყო ეს კულტურა და მუდამ ადამიანები ანხორციელებდნენ ქართული ბოჭკოთა დედოფლის, ქართული აბრეშუმის ძაფის მიღებას. ჩვენი ძაფი უძველესი დროიდან განსაკუთრებული იყო. ის იმ გზით მოძრაობდა, რომელსაც აბრეშუმის გზა ეწოდებოდა. ეს გზა საუკუნეების წინ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი იყო, რომელიც ჩინეთს, ინდოეთს და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებდა. ამ გზაზე გადიოდა არა მხოლოდ აბრეშუმი, არამედ იდეები, ხელოვნება და რელიგიაც. თბილისი და მცხეთა ამ გზის მნიშვნელოვან კვანძებად ითვლებოდა. ჩემი ძაფი სწორედ ამ გზით ხვდებოდა დასავლურ სამყაროში და საქართველო ამ ყველაფრის შუაგულში იყო. სწორედ ამიტომ ითვლებოდა ჩვენი ქვეყანა ძაფის მიწად და აბრეშუმხვევია პატარად, მაგრამ ისტორიულად დიდ ორგანიზმად. საქართველოში მეაბრეშუმეობის წარმოებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მთელი სოფლები ამით ირჩენდა თავს. მართალია ერთხანს მიკოპლაზმა და სხვა პრობლემები უშლიდა ხელს, მაგრამ ახლა ფერმერები ბევრად უფრო კარგად ზრუნავენ ჩემზე. მომცემენ კარგ თუთის ფოთლებს და ეხმარებიან მაღალხარისხიან პარკს, რომ ვახვიო. ჩემს კვებაზე კი ამბობთ. პირველ სამასახში ვჭამ დაჭრილ, ჯანსაღ თუთის ფოთლებს. ფოთოლი ისე უნდა იყოს დაჭრილი, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება. მეხუთე ასაკიდან უკვე ყლორტებსაც მიგებენ. მთავარია, ფოთლები არ დაიმტვეროს და არ დაიჩეხოს წინასწარ, რომ ჯერ ისევ სუფთა და ნაზი იყოს. როცა კანს ვიცვლი, ფერმერები ყლორტებსა და ტოტებს გრილად-გრილას ინახავენ. მიცდიან, რომ ტემპერატურა და ჰაერი სუფთა იყოს. მე კი კან გამოცლილი ვყოფილ ვარ და ცალკე ტაროზე გადამსვეს, რომ არ გავიფანტო და კარგად ავხილო. პარკის ახვევის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველაფერი. მე პარკს ცახის გარეშე ვახვევ, რადგან ეს ჩემი ძაფის ხარისხს უშლის ხელს. ცახისთვის მხოლოდ ბუნებრივ ბალახოვან მცენარეებს იყენებენ, მაგალითად გვირილას, რომელიც ანტისეპტიკურია, გვიმრას, პიტნას და სხვას. ცუდი ცახი კი ძაფს აბინძურებს. პარკის ნაადრევად არ მოხსნიან, რადგან მაშინ ის მალე იკარგება და გაფუჭდება. როცა პარკს ამოაცლიან, ხარისხიანი და წუნიანი პარკი უნდა გამიჯნონ. შავი ჩხარი კი მთლიანად მოიხსნას. პარკს მშრალი იატაკზე ყრიან და რბილი ტარით არ გადმოაქვთ, რომ არ დამაზიანონ. ახლა კი
დროა წავიდე და გავაგრძელო ძაფის აბრეშუმის შექმნა. მადლობა, რომ ჩემი ისტორიით დაინტერესდით.